თქვენი განწყობისთვის, თქვენი განტვირთვისთვის, თქვენი სიამოვნებისთვის, თქვენი ოპტიმიზმისთვის. შეისვენეთ და გაატარეთ ლანჩ-თაიმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. დღემშვიდობის ამოგესალმებით ყველას, თქვენესმენთ რადიო იმედს, რომლის ეთერშიც გადაცემა ორშაბათის ლანჩ-თაიმი იწყება ნინი ხუგაშვილთან ერთად. პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს მრავალს დაესწარით. ყველაფერს საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს როგორც თითოეული თქვენგანისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის 2013 წელი. ახალი წლის აღნიშვნის ორკვირიანი ციკლი როგორც იქნა პრაქტიკულად მივახლოვდა დასასრულს და ალბათ უკვე დროა მივხედოთ მთავარ საქმეს. თუ სამსახური ჯერ კიდევ არ გაქვთ, არა და ეძებთ გამუდმებით, დადიხართ გასაუბრებებზეც, ტესტირებებზეც, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ გიმართლეთ. შესაძლოა რაღაც ისეთი დეტალი გრჩებათ ყურადღების მიღმა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. რა მოთხოვნები აქვთ კომპანიებს, რა გამოწვევებზე გვიწევს მოქმედება და პასუხის გაცემა, რას უნდა მივაქციოთ აუცილებლად ყურადღება. რომელ კატეგორიას უფრთხენ დამსაქმებლები და საერთოდ როგორ უნდა შევფუთოთ საკუთარი თავი ისე, რომ დამსაქმებლისთვის საინტერესო და საიმედოები გავხდეთ. გავიგებთ სულ ცოტა ხანში ლანჩ-თაიმის სტუმრის ბლოგიდან. სტუმარი გახლავთ დღეს ქალბატონი მედია ტაბატაძე, საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია InSource-ის მმართველი. გავიგებთ დეტალებს უკვე მის. დღემშვიდობისა მედია მოგესალმებით. ის გახლავთ კომპანია InSource-ის მმართველი, საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანიის. დღემშვიდობისა. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მეც გილოცავთ ახალ წელს. წარმატებებს გისურვებთ პირადად თქვენ და თქვენს მსმენელებსაც. ძალიან დიდი მადლობა. მეც ასევე გიერთდებით მოლოცვაში და სრულიად საქართველოს უსურვებ წარმატებას, არა მარტო ამ წელს, არამედ მომავალში ყოველთვის. მოდი დავიწყოთ პირდაპირ თავდაპირველად იმისთვის, რომ მსმენელი კარგად გაერკვეს საკონსულტაციო რეკრუტინგული კომპანია. რას მოიცავს თქვენი საქმიანობა და შემდეგ უკვე გადავიდეთ მთავარ დეტალებზე. კარგი, ორი სიტყვით ვთქვათ, ჩვენი კომპანია არის ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია. საკონსულტაციო ეს არის ნებისმიერი რაიმე ტიპის სისტემის შექმნა ადამიანური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და მართვის მიზნით. რაც შეეხება რეკრუტინგულ მიმართულებას, აქ არის ესეთი საკმაოდ ყველას გავრცელებული და ყველასთვის საკმაოდ ცნობილი ესეთი პრინციპი. ორგანიზაციებს მენეჯერულ და მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და ცოტა რთული პროფესიის მიმართულებით ვეხმარებით პროფესიონალების მოწებნაში. გასაგებია, ანუ კომპანია თქვენ გიგვეთავთ, ასე ვთქვათ, რაღაცა შესაბამისი თანამდებობისთვის, შესაბამისი პირების მოძიებას. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ ალბათ ბაზა, საკმაოდ დიდი და თავადაც შეუძლიათ ალბათ როგორ აი ამ წუთშიც კი ჩვენს მსმენელებს როგორ მოგაწოდოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ იმისთვის, რომ თქვენ შემდეგ დაეხმაროთ მათ დასაქმებაში. მაგრამ ამისთვის აუცილებლად უნდა გქონდეთ მათ გარკვეული ტიპის ინფორმაცია. მაგალითად დავიწყოთ, რას ითხოვენ დღეს ყველაზე მეტად კომპანიები პროფესიების თვალსაზრისით? პროფესიების თვალსაზრისით ჩვენ გასული ერთი წლის განმავლობაში ესე არაფორმალურად და მერე წლის მეორე ნახევარში უკვე ფორმალურად დავიწყეთ დაკვირვება და გარკვეული ტიპის მონაცემების შეგროვება, თუ რა იყო ყველაზე ესეთი მოთხოვნადი პროფესიები. ამაზე ბევრიც გვისაუბრია ტელეეთერის საშუალებით. ძირითადად პირველი ნახევარი 2012 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები იყო ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფინანსისტებიც და გაყიდვების მიმართულებით პროფესიონალები. ანუ როგორც ესეთი პოზიციის დასახელებას ვეტყვი, გაყიდვების მენეჯერი ან გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი. სადღაც სექტემბრიდან შეიცვალა პრიორიტეტები, მუდმივად პირველ ადგილს, ასე ვთქვათ, იკავებს გაყიდვების მიმართულებით პროფესიონალები. დისტრიბუციის სფეროსაც აქ შევიყვანთ, მოდი ესე გავაკეთოთ და შემდეგ იყო უკვე IT ინფორმაციული ტექნოლოგიები. ეს ხოთ შორის ორი დღის უკანაც რაღაც გარკვეული ტიპის მცირე ინფორმაცია უკვე არსებობს, ანუ ვაგროვებთ ინფორმაციას და მერე უკვე ანალიზს ვაკეთებთ. კვლავ ესეთი მდგომარეობა, ანუ პირველ ადგილზე ისევ, ანუ ძალიან დიდი მოთხოვნა მოდი პირველ ადგილს დავიდავანებოთ, არის გაყიდვების მიმართულებით რესურსის მოძიებაზე. და რა მოთხოვნები აქვს ძირითადად დამსაქმებლებს, რომ ვინც უნდა გაითვალისწინოს? მე მესმის, რომ როცა ეძებ მაღალ თანამდებობაზე მყოფ პირს და გსურს გადმოიბიროს შენი კომპანიისკენ, მას უკვე აქვს შესაბამისი უნარჩვევები, რადგან ის იმსახურებს თქვენს ყურადღებას, მაგრამ როცა ჯერ არ არის დასაქმებული, არის დამწყები, შეიძლება ითქვას, არ არის დამწყები, მაგრამ უბრალოდ არ აქვს ამ ეტაპზე სამსახური. აი ამ შემთხვევაში ძირითადი მოთხოვნები ალბათ კომპანიისგან იდება ხოლმე რესურს მას თანამშრომლისგან. რა არის ძირითადად? ეს ალბათ არის სამსახურის შესაბამისი, მოვალეობის შესრულების შესაბამისი
მცდელობების მოთხოვნები, მაგრამ ალბათ არის რაღაცა მონახაზი, ჩარჩო ერთგვარი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერგოს აპლიკანტი. კი, ყოველთვის არსებობს ნებისმიერ ვაკანსიაზე ხეს გაყიდვების მიმართულებით შესაძლებელია იყოს მაღალი მენეჯერული პოზიცია, საშუალო მენეჯერული და ასევე დამწყების, მაგრამ აი ამ სამივე იერარქიაზე ორგანიზაციებს აქვთ თავიანთი მოთხოვნები, რომელიც, ეს არის სტანდარტული მიმართულებებს ვეძახი. ეს არის განათლება, სამუშაო გამოცდილება და სამუშაო უნარჩვევები, პლუს ბევრი ორგანიზაცია ამატებს პიროვნულ უნარებსაც, როგორი ტიპის ადამიანთან სურს თანამშრომლობა. ეს ამ მიმართულებებში უკვე პოზიციის, ვაკანტური პოზიციის მიხედვით უკვე იშლება კონკრეტული მოთხოვნები. ძირითადად ეს არის მაინც უმაღლესი განათლება და გამოცდილება მინიმუმ 1 წლით, რაც გავრცელებულია. გამოცდილების მქონეს არავინ არ იყო სამსახურში. აუცილებლად მოთხოვნადაც რჩება უმაღლესი განათლება. ყველაზე ხშირად დაფიქსირებულ მოთხოვნად რჩება სამუშაო გამოცდილება ორგანიზაციებიდან. ამას შესაბამის სფეროში აუცილებლად. გავს სფეროშიც ესეთიც შეგხვდება, მაგრამ გამოცდილება მაინც არის მოთხოვნა, კონდეს ადამიანს სამუშაო უნარჩვევები. ამას აქვს თავისი გამართლებაც და წესით კი არა და მესმის კარგად რატო ეთქოს ორგანიზაცია, იმიტომ რომ როდესაც გაქვს გარკვეული თუნდაც სამთვიანი სამუშაო გამოცდილება, იქ რაღაც უნარები რაც ჭირდება ორგანიზაციის წარმომადგენელს, თუნდაც ურთიერთობა ხელმძღვანელთან, ხომ? ეს უკვე გამომუშავებული აქვს ადამიანს და შესაბამისად აღარ ჭირდება, აღარ დაიხარჯება დრო იმაზე, რომ რას ნიშნავს ელემენტარული. მაგრამ თუ არ დაიწყე ოდესღაც აიდააც, ესეც არ გიქნება ამის გამოცდილება. კიდევ სხვა პრობლემას ვეხებით. თქვენ თავად რამდენად გქონიათ, თქვა მომხმარებლების იგივე აპლიკანტების მხრიდან შემოტევა ერთგვარი, რომ რატომ არ ხდება მათი დასაქმება, როცა არ აქვთ გამოცდილება? შემოტევა არა, კითხვები არის ხოლმე, რომ ჯერ ესეთი თხოვნასავითაც არის, რომ აქვს თუ არა შანსი ზუსტად არ ვაკეთებ არანაირ უტრირებას, პერიფრაზირებას ვაკეთებ, ხშირად დასმული კითხვებიდან აქვს თუ არა შანსი დასაქმდეს. აქვთ მათ შანსი რომ დასაქმდეს? მოტივაციისთვის ალბათ ყველას აქვს შანსი. ჩვენ ვცდილობთ რომ დავეხმაროთ, რაღაც ესეთი არასწორ დაპირებას და ინფორმაციას არ ვაძლევთ ეს გარკვეულების პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელია რაღაცა სტაჟირების ტიპის მქონე გამოცდილება მიიღონ, ხო? ამ შემთხვევაში და შემდეგ უკვე ორგანიზაციებში კი, თუმცა აი ხომ გეუბნებით რეზიუმიდან გამომდინარე, ზოგიერთი ადამიანს ნამდვილად დავეხმაროთ და შეგვიძლია დავეხმაროთ, მაგრამ არის ესეთი რეზიუმეებიც და კანდიდატები, რომლებსაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ დავეხმარებით და სჭირდება მაინც გამოცდილება. გასაგებია, ჩვენ სულ ცოტა ხნით შევისვენოთ და უფრო საინტერესო თემებზე როგორ უნდა შევფუთოთ საკუთარი თავი, რა უნდა გვეწეროს დოკუმენტში, რომელიც ყიდით უხეშად რომ არ გამომივიდეს, ანუ რომელიც იქნება თქვენი ძირითადი გზავნილი კომპანიასთან, სულ ცოტა ხანში გავიგებთ. შეისვენეთ და გაატარეთ ლანჩტაიმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. დღემშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გრძელდება გადაცემა ორშაბათის ლანჩტაიმი. დღეს ჩემი სტუმარი საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია ინსორსის მმართველი ქალბატონი მედია ტაბატაძე გახლავთ. კიდევ ერთხელ დღემშვიდობისა მოგესალმებით და კიდევ ერთხელ მადლობა რომ გამოვყავით დრო და გვეწვეთ დღეს სტუმრად. პირველი ინფორმაცია ქალბატონ მედია, რომელიც მიდის დამსაქმებელთან აპლიკანტის შესახებ, ასე ვთქვათ, არის CV, სადაც ჩამოთვლილია შესაბამისი მისი განათლების თუ დასაქმების თუ ასე შემდეგ. როგორი უნდა იყოს ის, რომ მიიღოს ოფიციალური ნდობის აღმძვრელი და საინტერესო ინფორმაცია დამსაქმებელმა მის შესახებ? ამის შესახებ ცოტა ესეთი ინფორმაცია, ვრცელი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ მოდი მოკლედ გავაკეთოთ. რეზიუმე იგივე CV, თუმცა არის განსხვავება ამ ორ შორის. პირველ რიგში და უპირველესად უნდა იყოს მუდმივად განახლებული. ძალიან ხშირად არის რომ თუნდაც საკონტაქტო ინფორმაცია მოძველებულია. ესე გიგზავნიან ინფორმაციას აპლიკანტები რომ არ ცვლიან ამ საკონტაქტო ინფორმაციას. არის ესე რომ არის დავუშვათ იქ არასწორად ამიტითებული ან ასე შემდეგ, მოკლედ ყველანაირი მონაცემი ეს იქნება ბიოგრაფიული თუ ეს საკონტაქტო უნდა იყოს დაზუსტებული და განახლებული. ეს ერთი. მეორე, აუცილებელია ჩემი მონაცემები იყოს სანდო, ანუ არ იყოს იქ რაღაცა ცოტა გადამეტებული ინფორმაციები, რაც ხშირი არის. აუცილებელია, ჯერ ფორმატირებაზე ვისაუბროთ, დოკუმენტი იყოს
არა მაგალითად რაღაცა ამებით გადატვირთული, ეს არ შეიძლება, როდესაც სამსახურს ვედებით, ამის საუბარი მაქვს მაგალითად რაღაცა გარკვეული ტიპის ფონის დადებაზე, Word-ის დოკუმენტი, MS Office. ან ფერადი ბგერებით, ხო? ფონტი უნდა იყოს ისეთი, რაც ყველას იმაში ორგანიზაციის სოფტში გაიხსნება და რაღაცა ანუ ეს რომელია მაგალითად? არსებობს ესეთი, არ ვიცი როგორ ქართული ფონტი მაგალითად, ჩვენი მაგალითად კატალანს უძახე, არ ვიცი რამდენად სწორად ვიცი დასახელება, მაგრამ მინახავს მაგალითად რეზიუმე, სადაც არის რაღაცა შერჩეული ცოტა მხატვრული, რაც არ არის საინტერესო დამსაქმებლისთვის, მე როგორ გავალამაზებ უკაცრავად გამოთქმისთვის ჩვენს რეზიუმეს. აქ დამსაქმებელს საინტერესებს ინფორმაცია ჩვენზე და არა მაგალითად რაღაცა ესეთი ლირიული ჩანართები რეზიუმეში. ხო, პლუს ამას ინფორმაცია გარკვეულწილად სტრუქტურირებული უნდა იყოს იმის მიხედვით თუ მე რა გამოცდილება მაქვს და რა ვაკანსიაზე ვაგზავნი. რა თქმა უნდა, როდესაც მაქვს საკმაოდ საინტერესო რეზიუმე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მაქვს საინტერესო გამოცდილება, მიმუშავე რაღაცა ტიპის ორგანიზაციებში, მათ შორის რაღაცა საკმაოდ საინტერესო საქმეც გამიკეთებია. ნუ ჩემი რჩევა იქნება, რომ აი ესეთმა კანდიდატებმა უპირველესად თავისი გამოცდილებას უნდა გაუსვან ხაზზე, შეაჯამონ რამდენი წლიანი გამოცდილება აქვთ, რა მიმართულებით აქვთ გამოცდილება, რაში არიან პროფესიონალები, რომელსაც ჩვენ ვეძახით რაღაც ესეთ სამერაიზი უკაცრავად ინგლისური ენის გამოცდილებისთვის. შემდეგ უკვე უნდა მოსდევდეს ინფორმაცია ამ გამოცდილებაზე, რა ორგანიზაციაში რა შედეგები ან ქრონოლოგიური CV თუნდაც და შემდეგ უკვე განათლება. უკაცრავად აქ ჩაგეკითხებით თუ შეიძლება. როგორ უნდა ხდებოდეს გამოცდილების, მაგალითად გემუშავება სხვადასხვა კომპანიაში, პირველს რომელს წერ? ხშირად იწყებენ ხოლმე მაგალითად რაღაცა პირველი სამსახურიდან. მიმდინარე უმჯობესია. ანუ ამის არ უნდა კონდეს პირამიდის სახე პირიქით, ხო? მიმდინარე უმჯობესია, იმიტომ რომ ამაზე ჩვენ ზეგანაც საუბრობთ, ბევრს ხუმრობთ ხოლმე HR-ები, როდესაც მოდის რეზიუმე, ჯერ კანდიდატს ყიდის კომპანია, თქვენ ახსენეთ გამეც გავემეორებ ყიდის კომპანიის ბრენდი, სადაც უმუშავია და მისი ამჟამინდელი პოზიცია. პირველი სამსახური შესაძლოა არ იყოს ისეთი მისაღები და სასურველი და აღარც ჩაიკითხოს ის ბოლომდე? არა, მაინც ჩაიკითხავს, მაგრამ პირველ რიგში ამჟამად სადმუშაობს. ეს არის ტენდენციური მიდგომა გავრცელებული მთელს ქვეყანაში და ყველა ქვეყნებში და ყველა კონტინენტზე, რომ მაინტერესებს ვის დაინტერესა ჩემმა ვაკანსიამ. მინდა აინტერესა ჩემმა ვაკანსიამ. ამიტომ აი ეს პირველი თუ არის შესაძლებლობა ახლა მუშაობს ადამიანი და შეუძლია მიუთითოს და შემდეგ უკვე დანარჩენებენ. ესეა სამწუხაროდ ეს არის ტენდენციური მიდგომა, თვალი ეძებს იმას, რაც საინტერესოა და რაც მოსჭირდება. კი ბატონო. სამუშაო გამოცდილების შემდეგ. სამუშაო გამოცდილების შემდეგ არის უკვე ის, რაც მისწავლია, როგორც კანდიდატს, თუ სადმე დავუშვათ, მაქვს ისეთი კურსები ან საკვალიფიკაციო ტრენინგი. ამ შემთხვევაში სკოლის მითითებაც ხდება ხოლმე და არის აუცილებელი? როდესაც მე მაქვს გამოცდილება არის საჭირო სკოლის მითითება და არ შეიძლება ჰობის მითითება. ხო, რაღაცა არის ხოლმე, ესე მინახავს მეც ესეთი რეზიუმეები. აღარ სჭირდება. აი თუ ვარ მე მაგალითად ახალი კურს დამთავრებული, ანუ დავამთავრე უნივერსიტეტი, graduated ვარ, ასეთი. იქ უკვე შეიძლება მივუთითო სკოლაც, შემიძლია მივუთითო ჰობი, იმიტომ რომ რაღაცით უნდა მოახდინოს ახალ პოტენციალურ დამსაქმებელმა ჩემი შესაძლებლობების, ასე ვთქვათ, პროგნოზირება, ხო? შესაბამისად, ამ შემთხვევაში კარგი იქნება. აუცილებელი არ არის მაინდა-მაინც, მაგრამ თუ არის, არაფერს არ შეუშლის ხელს. მაგრამ როცა უკვე ხარ ჩამოყალიბებული ამ შემთხვევაში, არ უნდა არც ჰობი, არც სკოლა. გასაგებია. უკვე ცოტა ესეთია. რა შეხება, შემდეგ უკვე მოსდევს ხოლმე რაღაცა უნარჩვევები ენებში და ასე შემდეგ, თუ ეს რომელ ადგილზეა. ეს რა თქმა უნდა რეზიუმეს, ანუ იგივე CV-ს ბოლოს რა არის ის სამუშაო უნარები, რაც ადამიანს დაეხმარება, მისი პროფესიონალიზმი კვლავ ასე წარმატებულად გამოავლინოს ახალ დამსაქმებელთან. გასაგებია. იცით რა მაინტერესებს თქვენ ახსენეთ წეგან, რომ რეზიუმესა და CV შორის არის განსხვავება. თუ გადავხედავთ თქვა რაღაცა კომპანიების მიერ მოთხოვნებს, იქ ზოგან არის CV მითითებული, ზოგან არის რეზიუმე. ერთი და იგივეს გულისხმობენ რეალურად და ზუსტად ის განსხვავება უნდა ჩავდეთ, რასაც CV იგივე კურიკულუმი და ეს არის უფრო აკადემიური ტიპის პოზიციების როგორც არის სადაც ეს გაწერილია, ხო? რაღაცა წლების მიხედვით თანამდებობები და ასე შემდეგ. სწორედაც რომ ეს წლები ნაკლებად არის ხოლმე იმაში CV-ში მითითებული, ანუ იქ თუ რა achievement-ები აქვს
რაღაცა კონკრეტულ პროფესიაში რა პუბლიკაციები ქონდა, რა კვლევები ჩაატარა, ხო ხვდებით, მაგრამ მაგალითად ლექტორისთვის კურიკულუმი და არის ძალიან კარგი, თუმცა პროფესიონალი როგორიც მაგალითად ისეთ პროფესიონალი, რომელსაც უმუშავე წლების განმავლობაში მენეჯერულ პოზიციაზე, მისთვისაც უკეთესი იქნება CV. აი ამ CV-სა და რეზუმეზე საუბრისას ერთ დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება, რამდენად იქცევს ხოლმე ვიზუალი ყურადღებას ამ შემთხვევაში ფოტოსურათს გულისხმობს 3/4-ზე. ეს ძალიან დავამატებ იმას, ანუ რეზიუმე უფრო არის მოკლე, სახელიდანაც გამომდინარე რეზიუმე არის მოკლე, სად რა გამიკეთებე დამთავრებულია. აი CV-ში უკვე რა აჩვენე, მიღწევები მაქვს, რა შედეგები და ასე შემდეგ. ეხა ვიზუალი. ვიზუალს წერანაც ვიდრე შემოვიდოდით ეთერში ჩვენ საუბრობდით ამ თემაზე. 3/4-ზე არის კარგი ვარიანტი. ფოტოს გულისხმობ ამ შემთხვევაში. 3/4-ზე არის ძალიან ოფიციალური ფოტო, ის რაც მაგალითად პირადობის დამადასტურებელი საბუთებისთვის გჭირდება, ეს იქნება კარგი. ეს უნდა იყოს აუცილებლად ალბათ, ხო, მითითებული, თუ გონიათ შემთხვევა. თუ დამკვეთ უკაცრავად დამქირავებელი ორგანიზაციაში შეიძლება ფოტოსურათი, მაშინ უნდა მოითხოვოს. თუ არა და ზოგი ორგანიზაცია არ ითხოვს და ეს უკვე კანდიდატზე არის დამოკიდებული, როგორ ფოტოსურათს გამოიყენებს. როგორც წესი გახშირებული ამაზე ბევრი ორგანიზაციის წარმომადგენლები და მსმენია, რომ ცოტა სახუმარო თემა, არასერიოზული ფოტო, არაფორმალურ სიტუაციაში გადაღებული მაგალითად ზღვის პლაჟზე ესეთიც არის გავრცელებული ან რაღაცა საგვიწელო ფოტოები და ესე შემდეგ, ხო? მაგრამ რაღაცა ისინი ცალსახად ნიშნავს, რომ ორგანიზაცია კი, ერთი ორგანიზაცია კი არა, დანარჩენ ორგანიზაციებში სამსახურს ვერასოდეს ვერ დაიწყებს, იმიტომ რომ არასერიოზულად ბლოკები ამ შემთხვევაში. არასერიოზულად ფასდება ესეთი რეზუმე. მედია, ჩვენ სულ რამდენიმე წუთი გვაქვს დარჩენილი ბლოკის დასრულებამდე, თუ შეიძლება რომ გავამახვილოთ ყურადღება, არის კატეგორია, რომელსაც უფრთხიან კატეგორიულად დამსაქმებლები? სამწუხაროდ არის. რა კატეგორია ეს? ადამიანები, რომლებსაც მაგალითად სადღაც დაახლოებით მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში არანაირი სამუშაო გამოცდილება არ აქვს. ერთი, მეორე, ადამიანები, რომლებმაც სამსახური დააკარგეს რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო და არ აქვს კარგი რეკომენდაცია, ესეთი ადამიანებიც, რა თქმა უნდა, სამსახურის არიან თუ არა მაგალითად ახალგაზრდები, იმიტომ რომ ჩემს Facebook-ზე ერთ-ერთ მეგობარს ჰქონდა დაწერილი, რომ გამუდმებით აქვს ეს პრობლემა. დიასახლისები, ის პირველ კატეგორიაში გავიყვანა ისეთები. ის ვისაც გამოცდილება არ აქვს, დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და არის სახლში მისდევს ან დიასახლის ამ იმისთვის რომ მათ გაუჩნდეთ мотиваცია. ბლოკის მიწურულს გავაკეთოთ ერთგვარი რეზიუმე. რა არის საჭირო იმისთვის რომ დავსაქმდეთ? შესაძლებელია ჩვენ არ გვიმუშავია კომპანიაში რამდენიმე ამათვე დაწესებულება იქნება თუ სხვა რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა მივყოთ ხელი თვითგანვითარებას, ხო, იმისთვის რომ იყოს საინტერესო. გაიარო ტრენინგები, ხშირად ტარდება ხოლმე მაგალითად უფასო ტრენინგებიც იმისთვის რომ იმ ადამიანებს ვისაც ნაკლებად აქვს ამ შესაძლებლობა ყურები არ ჩამოყარონ. მოდით ვიცეთ მათ კონკრეტული მიმართულება, კონკრეტული მითითებებით. ჩემი აზრით აუცილებლად, პროფესიონალი იქნება ის თუ არ აქვს გამოცდილება თუ ეხლა დამწყები პროფესიონალი, ყველამ უნდა იზრუნოს მუდმივად განაახლოს თავისი ცოდნა და უნარები. და იმ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად დიასახლისი ვარ და არ მაქვს ეს სამუშაო უნარები, მაშინ განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნო ამაზე. ტრენინგი უნდა აირჩიოს პროფესია, იცით რა, ადამიანი როდესაც დაამთავრებს 5 წლის წინ უმაღლეს სასწავლებლად, იმას პროფესია არ გააჩნია, ჩემი აზრი ესეთი, უნდა ამოარჩიოს უკვე სწორად კონკრეტულად რა იქნება ის სფერო, რაც მას გამოუვა, მოდი ესე დავარქვათ, შედეგი მისცეს ორგანიზაციას და უკვე უნდა შეეცადოს აი კონკრეტული მიმართულებით ტრენინგები, იქნება ეს თუ დავუშვათ სემინარები, ეს ცოდნა შეიძინოს, უნდა შეიძინოს, განაახლოს არა, უკვე უნდა შეიძინოს. შემდეგ უკვე სწორად ამოარჩიოს მაგალითად ის პოზიციაც და რა თქმა უნდა ორგანიზაცია ანუ სფერო ბიზნეს მიმართულება, რაც მის ცოდნას რაღაცა პერიოდის წინ შეძენილს და ახლა ხან შეძენილს გამოიყენებს და რა თქმა უნდა ორგანიზაციისთვისაც ეს იქნება შედეგიანი თანამშრომელი და მისთვისაც იქნება ეს საინტერესო სამუშაო. ამას მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ არ ხდება, აი ესეთი დაკავშირება კანდიდატის არსებული ცოდნისა და გამოცდილებისა ვაკანსიასთან და ორგანიზაციასთან ამას ხშირად ხვდებით ხოლმე კანდიდატების მხრიდან ნებისმიერი პოზიცია შეიძლება იყოს საინტერესო და რაც თავარია უნდა დავამატო ნებისმიერი პოზიცია თუ სადმე რამეს აწერია რაღაცის უფროსიან ხელმძღვანელი ქართველისთვის არის საინტერესო. მართლა და ძირითადად მაგაზია ხოლმე მოთხოვნა როგორც ძალიან მოდი ესე ვთქვათ ცოდავენ კიდევაც სამსახურის მაძიებლები იმიტომ რომ აი გასულ წელს საკმაოდ საინტერესო პროექტი ქონდა ერთ-ერთი დიდი ბანკის და ხუმრობდით კიდევაც ამაზე ჩვენთან ოფისში რომ მიუხედავად იმისა რომ უმუშევრობის დონე მაღალია, ბევრი ეძებს სამსახურს იმის გამო რომ ეს იყო დამწყები პოზიცია ბანკში, ბევრმა თავი შეიკავა. გასბრძანებთ. გვინდა ყველას ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნა. თუმცა აუცილებლად უნდა დავიწყოთ ნულიდან, ოდესაც ყველა ასე იწყებს. რა თქმა უნდა.
დღეს გადადგით პირველი ნაბიჯი, გადახედეთ, ან შეადგინეთ თქვენი რეზიუმე და CV, დაურთეთ მას საქმიანი ფორმით ფოტოსურათი. და კიდევ არ გააკეთოთ, ჩვენ გადაცემის მიღმევ საუბრობდით ამ თემაზე. ერთსა და იმავე კომპანიაში გამუდმებით სხვადასხვა პოზიციაზე არ გააგზავნოთ თქვენი მონაცემები, რადგან ამ შემთხვევაში აღიქმება თქვენი პერსონა არასერიოზულად. ამიტომ დღეიდანვე დაიწყეთ, დღეიდანვე შეუდექით თავარ საქმეს დასაქმებასთან დაკავშირებით და გისურვებთ მე ყოველ შემთხვევაში წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა მედია ტაბატაძე იყო საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია ისორსის მმართველი. დღეს ჩემ გადაცემის სტუმარი, რომელიც გვესაუბრა იმ დეტალებზე, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. შეისვენეთ და გაატარეთ ლანჩ ტაიმი ნინი ხუგაშვილთან ერთად.